რაჭულ გვინოებზე ასე ვთქვათ, შეტარებას და გადავწყვიტეთ ჩვენს ვენცურა დავგარეთ. არა იმიტომ რომ რაღაცა მაჩვენ გვინო გასაუბრებ. საქართველოში აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში გამოსარჩევი და გამორჩეული გვინოებია და გამოსარჩევი და გამორჩეული საუბრობდეს პროცესები. მაგრამ ჩვენი გვინო რაღაც იქ გამორჩეული. ვინ არა მარტო იმიტომ რომ ჩვენი მიტოქი არ ვაკეთებ ჩვენს ჩვენი. უბრალოდ გვინოში უჯურეთული მეთოდს. საერთოდ 70-30 წლია ალექსანდრიული უჯურეთი ესეთი პროპორციით აქვს. მაგრამ ჩვენ გვაქვს 8 ჰექტარი, თითქმის 9 ჰექტარზე გვაქვს გააშენებული ვენახები და იქ გვაქვს 60% უჯურეთული და 40% ალექსანდრიული. წელსაც გამოვხშირეთ ის რაც რომელიც აღმოჩნდა, ანუ ყოველ წელს როგორც ცოცხალი ორგანიზმი ამ 9 ჰექტართან მოგვიყვება. რომ რა შეიძლება კარგი მოსავალი მოხდეს. გვაქვს იქვე წარმოება, იქვე ადგილზე, სადმელში, თან სახელის რეალამაზია სადმელი. სადმელოდები და აგერ აქანი. ესეთი რაღაცა. რამდენი სულელია სულაჭაში მეთქოს სადაც წარმოება. ამბროლაუს როგორც კი გასდებით მარცხნივ ეგრევე 5 კილომეტრია სოფლის სადმელი რა ვიცი ტურისტებიდან დაწყებული და ადგილობრივი ხელისუფლებით დამთავრებული რო ჩერდები ახალშევები და რა შვებით როგორ ახარ ყველა ბალეში მოწონთ მართლა იქ ჯერ კიდევ ავად სახსენები ვერ გააშენა ვერაფერი ცოტა ბევრი რაღაცა ჩავდება წყალი მოვაშორე მაგიტომ სარათავსად ჩაგვრენაში გავაკეთე ძალიან სერიოზული და შევაქახა ქარხანაზე ქარხანა პატარა არის ქარხანაში წაწეთი პატარა არის 100 ტონაში იქ სამომავლოდ მერექვა და იმერული ბიზნესა. სპეციალისტები ცისკა საინტერესო ზელშავი ჯერ მივედი დასახელება და ზოგადია ყველაფერზე ვიქნა. პირველი რაც გავაკეთე ხო კიდევ ერთი რამე ეს არის ISO სერტიფიცირება, კომპანიის ISO სერტიფიცირება. ჩვენმა კომპანიამ დაახლოებისთანავე გადაწყვიტა, რომ მას უნდა ჰქონდეს ISO სერტიფიკატი არა მარტო მენეჯმენტში, არამედ ხარისხის უსაფრთხოებაში, ეს არის ISO 22000 სტანდარტია, რომელიც შეიცავს სუსტატის უნებობას. დაწყებული, რა ვიცი, ბრენდ მენეჯმენტიდან დაწყებული საცობით, როგორ ბოთში, რანაირ ბოთში, როგორ ჩამოვასხა, რანაირად ჩამოვასხა, კიდევ ორი სიტყვა ეს არის მარგა იმის არის რატო არის კიდე ესე დაფასებული ჩვენი მეღვინე თემურაზ მენდილაშვილი აგეგმება ესეთი პიროვნება მან კატეგორიულად დაგვისვა ჩვენ მენეჯმენტში დაგვისვა საკითხი მე თუ დავამზადე ვინო ანუ პაჭკარა უნდა იყოს იმ ტრადიციული მეთოდით დამზადებული როგორც იყოს ანუ არანაირ თელწევას მე არ გამოვიყენებ მედად მესამე რატომ უნდა მოხდეს ესე? ყველაზე მაღალ შაქრიანობა იქ დაგროვებული და როგორ არის ანუ პარამეტრებში უნდა ჩარჯდეს ის ისეთი უძენია რომ უკვე ცვივა უკვე ცვივა რო კრები უკვე ცვივა თვითონ ის მარცვლა ცვივა ან ძალიან რაც შეიძლება დიდხანს უნდა გააჩინოს შავიელობა მაღალია მაჭკობას და უბრალოდ სიგნალს მაღალია აი ეს ორი შედარება უნდა იყოს თელი რაჭა მუშაობს
ზემურად ნაწილს მერე უკვე ალექსანდრო ულათო აკეთებდა მუჭურებულად. შრალინი. ერია მუჭურები. სიტყვა არის ალექსანდრო. სიხალის ეს სიხასკასე მოდი გაგაცნობთ რა ეს ალბათ იცით ხო კაფური ფუნქციებიც იყო ნუ ანუ საფერავი არის და არის კიდე ანუ საფერავში არის შეშურისების ანუ შორს არის ესე ქვია, რაჭაში ისე ქვია. სუსხოჯიში, საფერავი სუსხოჯიში ბუჯური. დიდი სკოლა, სკოლაში მაგრამ ორი კარი გავიყარი. კეთილ შობილებას ვიზახია, აი ეს ბიჭი შესაძლებელი. აი ის არის სხვა. მოდიდან გასხოვება. ჯიშები სუსხოჯიში. ალბათონები ოქტომბრის შუა რიცხვების მერე. არა, ნუ აი რა ბაგია, არის პატარა თევანი, დიდი თევანი არის. პატარა თევანი და აი ესე რომ დაიწყოს საკადია. მოდი ტაში დავაჯიდო. და ეხლა შეუდგით ჩვენს ასე თქვათ ისტორიულ მომენტს, გავიდეოთ ეს ისტორიული მომენტი, შევახამოთ ჩვენი გვაჭყარა რაჭკუნ-გორთან დაჩათ ავიღოთ რაჭკუნ-გორი, გავსინჯოთ ასე თქვათ კარგად დავღეჭოთ და მოდესოსო ხوار დავჭოთ ცოტა და კარგად დავღეჭოთ და შემდეგ უკვე დავაკონოთ ეს გავოცვილი სითხე, რასაც ქვია ხვაჭყარა, დავაკონოთ ცოტა და